დღეს პირველი შემთხვევაა, როცა მარიკო გავუშვი დაბადების დღეზე და ისევ ნერვიულობ ხალხო, ისევ ნერვიულობ. რა თქმა უნდა, მე ვერ გავყევი სამწუხაროდ, მამიკოც არ არის სახლში და არ ეცალა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაბადების დღეზე წავიდა მარტო. ძალიან ვღელავ, იმიტომ რომ ჯერ ისეხა რომ უჩვენოდ არის წასული, რაღაცნაირად ესეთი შეგრძნება მაქვს და მერე უხერხულობა მაქვს იმის, რომ ვისი დაბადების დღეც არის უსაყვარლესი დათის, ჩვენი მეზობლის, ფაქტობრივად ერთად იზრდებიან სალომანო მისმა დედიკომ წაიყვანა და მაინც ეს ის მაქვს ღელვა, რომ არ შეაწუხოს იქ ადამიანები, მაინც დისკომფორტი არ შეუქმნას ვინმეს, ნუ ხუშილს, რა თქმა უნდა, ვაიმე, უფრო მეტი ყურადღება უნდა ხო იცით და ეს დისკომფორტი არ მინდა რომ რაღაცნაირად ძალიან გქონდეთ მათ და ეს უხერხულობა მაქვს. თუმცა ნახევრად თავს ვიმშვიდებ იმით, რომ მარიკო არ არის ისეთი შემაწუხებელი ბავშვი, ამიტომ ხო რაღაცა ისე ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ღელვა ძალიან მაქვს. გამოვპანჭე. აუცილებლად გაჩვენებთ ფოტოებს. ესე იგი არის შავი პარასკევი. ახლა დღეს რომ სწავლებზე ვიყავი, აი უბრალოდ საიდან იწყებოდა რიგები, იცით რომ თავი ძლივ შევყავი. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ბევრ რამეზე მე რაც ვნახე რაღაც პერიოდის წინ მანამდეც იყო ეგეთი დაახლოებით ფასდაკლება, ამიტომ ბევრ რაღაცაზე ვერ ვიტყვი ხარ რომ გავგიჟდი. თუმცა რო გითხრათ რომ ვიარე და ბევრი რამე ვეძებე, ძალიან მოგატყუებთ. ჩემი მდგომარეობიდან გამოსვლა არ არის მარტივი ამბავი და მე რო გამოვალ, ეგეც დამთავრებული იქნება და მოკლედ, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ რეალურად ძალიან მაგარი ფასდაკლებებიც მანამდე იყო, თუმცა რა თქმა უნდა ალბათ არის რაღაცები, რასაც ნამდვილად იტყვი რომ აი ფასდაკლება. ბოდიშს გიხდით. ვებრძვით მშრალ ხოლას. მოკლედ. ეხლა მივწერე ავერს, აბა ვნახოთ რა ფას მოგწერს. სად მივწერე, გეხვეწებით, რომ მომივიდა SMS-ი ერწამი. ავერსი. ნახოთ, ანუ ესე ზუსტად არ მახსოვს PSP-ში რა გადავიხადე PO-ში. თავის გამხსნელიანად. ხო და გადავამოწმებ ახლა აუცილებლად PSP-შიც. ავერსმა მომწერა, რომ ერთი ამ კონკრეტულ წამალზეა საუბარი ნემზე. მივწერ რომ გამხსნელიანად რა ჯდება თქო. 5.78 თეთრი. ეხლა მივწეროთ PSP-ს და გავიქოთ. ზუსტად ნამდვილად მოვიტყუები, რომ გითხრათ, რომ მახსოვს PSP-ს ფასი.
ნახოთ რას მოგწერენ. მოკლედ რო გითხრათ, ანუ როცა ვყიდულობდი ამ კონკრეტულ წამალს, სანამ ვიყიდიდი და იქიმთან რომ მქონდა ვიზიტი, რამდენჯერმე გამიმეორა, რომ ეს წამლები იყიდე აუცილებლად PSP-ში. კიდე გააგრძელა რაღაცები და გამიმეორა, ეს წამლები იყიდე PSP-ში. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ექიმებს აქვთ ესე რაღაცა მითითებები, რომ თავის რაღაცა პარტნიორ აფთიაქებთან გაუშვან პაციენტები და ეს ძალიან კარგად ვიცით ყველა. ჩემთვის არის ძალიან გამაღიზიანებელი, როცა რამდენჯერმე გიმეორებენ, სად უნდა შეიძინო. მე მჭირს ხოლმე რა იცით, რომ პირიქით ვიქცევი, ანუ კი არ მივდივარ სხვაგან. წავედი ავერსში, მაგრამ სამწუხაროდ ვერანაირად ვერ შევძელი იმ ხელა რიგში დგომა და ისე PSP-ში მომიწია შესვლა, სადაც შედარებით იმასთან შედარებით ნაკლები ხალხი იყო. ამიტომ მაინტერესებს ფასები, რომელიც აუცილებლად უნდა გადავამოწმო. დღეს ცოტა არა მიშავს, ოდნავ უკეთ ვარ, ყოველ შემთხვევაში წამოდგომა შევძელი რაღაცნაირად, ამიტომ ცოტა ტვინი გამერყა და მინდა რომ გადავამოწმო. იმდენად ცუდად ვიყავი ხალხო, რომ არასწორად ვიყიდე რაოდენობა წამლების და კიდევ საყიდელი მაქვს თურმე კარგად წამლები. ანუ პეოს ვიკეთებ დღეში ორჯერ 12 საათში ერთხელ, ანუ ორჯერ გამოდის, ხო? დილის 9-ზე ვიკეთებ და ღამის 9-ზე მეორეს. ხო და მე ნაყიდი მქონდა დღეში 1, ანუ 1. ხო და გამოდის, რომ ნაყიდი მაქვს დღეს რო გავიკეთო და ხვალ დილით და მორჩა. წესით უნდა მყოფნო და დღეში 1 რო მიწევდეს, მაგრამ ნუ და ესე იგი მიყიდია ბევრად ცოტა. ხო და საყიდელი მაქვს კიდევ, ესე იგი რამდენი დღეა ვიკეთებ? 2, 4, სადღაც 5 წელი კიდე მაქვს საყიდელი რა ერთი სიტყვით. ამიტომაც მაინტერესებს ფასი. ეხლა ჩაგვიგდო სალომ კადრები როგორ ერთობიან დაბადების დღეზე მაკდონალდსში ბავშვები, როგორც იცით, ცენტრიც არის მაკდონალდსი და ვნახოთ, ძალიან მაინტერესებს, სავარაუდოდ მუსიკის ხმარი და ამას დავადებ ახლა მერე დამონტაჟების დროს, რომ არ დამებლოკოს და ვნახო. რატომ მიჭედავს, არ ვიცი, ეს ინტერნეტი. პლუს ვიხდით ინტერნეტი არ გვაქვს. სასწაული ქვეყანა ვართ პირდაპირ. ქვეყანა კარგიო ვართ, ანუ სერვისები გვაქვს ძალიან ცუდი. კაი. გოგო. და ნახევარი. მოგეთ ერთობიან, სამწუხაროდ ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ბევრი ბავშვი ჩანს. ხო და მიხარია ძალიან. იმედები გამიმართლა, რომ უფრო მეტი ღელვის იმას არ მაძლევს, მოკლედ და მშვიდად არის და კარგად არის. სხვა მეტი რა მინდა არც არაფერი.
ჯერჯერობით არ მოუწერია PSP-ს ფასები. ნახოთ, არ ვიცი. იმედია მომწერენ. ცოტა ის უჭირთ ხოლმე მოწერის დროები და მეუბნებიან ხოლმე, რომ აღარ არის სამუშაო საათები და ასე შემდეგ და არ ვიცი ხა რომელია საათი, ჯერ წესით უნდა იყოს მით უფრო ადმინის სამუშაო საათები. ესე არა ვარ მოკეთ. ალბათ გოგოებო, წამლების ბრალია. მაქვს საშინელი გულისრევი შეგრძნებები. მე დავდივარ. ოდნავ ჩამიქროს რამენაირად. მან ეს ისინი რა ქვია. ძალიან მოენატრა მარიამს ბაღი. მეც მომენატრა. მეტი მაქვს უკვე გავალ ამ დღეებში. თქვენ რა იყიდეთ? ამ შავ პარასკევზე მომიყევით, ხა ცოტა მეჭორავეთ თქვენს. რა იყიდეთ? რა გინდოდათ და ვერ იყიდეთ? მე რა ვიყიდი, არაფერი არ ვიყიდია. თუ არ ჩავთვლით მედიკამენტებს, არაფერი არ მიყიდია. აღონ საერთოდ არაფერი არ მიყიდია, ანუ განაიზრო რა მე ვიყიდეს საერთოდ. მაგრამ რო გითხრათ ხა ამაზე, ანუ ნერვიულობ, ცოტა არ იყოს მოგატყუებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი ფასდაკლებები ადრეც იყო ხოლმე. ამიტომ დიდად მაგაზე არ ვხელა. ხო და რამე ისეთი განსაკუთრებულის ყიდვას აიზიდაც არ ვაპირებდი, ხა რო გითხრათ და ამიტომ გული არც მწყდება. ხელფასი ჩამერიცხა ბაღის, მაგრამ არაფრის ყიდვას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ჩემთვის ხა მნიშვნელოვანია სახლში სითბოში ვიყო და გამოვკეთდე მალე, ანუ პრიორიტეტული ეგ არის. ჰაერზე აუცილებლად უნდა ვიარო, ვისუნთქო, უბრალოდ ვიხრჩობი ჰაერზე რომ გავდივარ და რა ვიაბა. არ ვიცი. გადავწყვიტე რომ ვიყიდო ქურთუკი. ამ დროს ქურთუკების მეტი რა მაქვს. მაგრამ მოკლედ ქურთუკი უნდა ვიყიდო. ოღონდ რისი თავი მაქვს, ან რისი იმედი მაქვს, ხოხვით როგორ უნდა ვიყიდო, რამე ვერ გეტყვით. ორშაბათს ანალიზებზე მივდივარ დილით და ავიღო ანალიზები, ექიმთან ვიზიტი, ვაიმე, ექიმთან ვიზიტი, უნდა დავჯავშნო ხვარ, უნდა დავჯავშნო. ცხელხაზე დარეკევ და დაჯავშნეო. და ექიმა უნდა მითხრას, რომელი რიცხვიდან გავიდე სამსახურში, რამდენად ისმის, ფილტვებში ისე ხმა როგორც საჭიროა, თუ არ ისმის, თუ მოკლედ. ხო და ქურთუკი სად ვიყიდო, სადმე ძალიან ახლო რო გითხრათ რამე არის, ვокзалზე ვაიკიკია და ვაიკიკში რა უნდა ვიყიდო ისეთი, რავი. ამასიათ რო ვიყავი, სანამ ეს ჩავარდებოდი. დიდად არაფერი არ იყო, რა ვიცი. მე შორს სიარული არ შემიძლია. ენერგია არ გამაჩნია მაგას ჯერჯერობით.
საახალწლოდ მინდა ნაძვის ხე. ეს ცოტა პატარა სომა, დიდი არ მინდა. ახლა ჯერ მე მაღალი ჭერი არ მაქვს, რომ არ იქა, ეხლა ავსტკუცო 2 მეტრიანი ნაძვის ხე. რომ მქონდეს აუცილებლად ვიყიდით, იმიტომ რომ მარიამს უნდა ნაძვის ხე. ადგილიც უკვე მივხვდი, სად უნდა დავდგა, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან სადღაც რაღაც დგას, მაინც მივიცი რა სად უნდა დავდგა. გადავწყვიტე, რომ ყველაფერი ვიყიდო ახალი ნაძვის ხის მოსართავი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენთვის მაინც ახალი სახლი, ესე რომ ვთქვათ, ეგრეა. ყველაფერი რაც ახალი ფურცლიდან დავიწყეთ აქ და ნაძვის ხეც ეგრე მინდა, რომ იყოს, თუმცა რამდენიმე ეს აუცილებლად ჩამოვიტან ჩემებისგან, რაც ვთქვათ, ძალიან მომწონდა დეკორაციის კუთხით. და იმ ხელაზომა მინდა, რომ მარიკომ შეძლოს თავად მორთვა, ასე ვთქვათ და ნახოთ, ძალიან სადღაც 50 ლარში ვიყიდი იმ ზომის ნაძვის ხეს, რომელიც მე მინდა. სადღაც 12-დან 15 რიცხვამდე დავდგავ აუცილებლად. ძალიან აქვს ეს მარიამს ნაძვის ხე უნდა და რა თქმა უნდა. რისთვის ვართ ჩვენ აქ მის გასაფეთნიერებლად. ადრე მქონდა ხოლმე, ოღონდ ნაძვის ხე კი არა, დეკორაციები და აქსესუარები. ხო და ხა რადგან უშუალოდ ქალბატონს ნებავს ნაძვის ხე, ისიც გვექნება, ისიც და მოკლედ ნახოთ. ჯერ უნდა ვიყიდოთ ნაძვის ხე. ძალიან მომწონს თეთრად დათოვლილი რო არის. ეგენი და მგონია, რომ ჩვენ სახლს ეგ უფრო მოუხდება. ვიდრე ვთქვათ ტრადიციული ჩვეულებრივი მწვანე. მგონია, რომ შეიძლება თეთრად დათოვლილი რო ვიყიდო, არ ვიცი. მეორე ვერსია არის ის, რომ შეიძლება ჩვეულებრივი ვიყიდოთ, წერტილოვანი განათებით რო კეთდება განათება. არ ვიცი წელს რამდენად მოდაშია, მაგრამ მე ახლაც ძალიან მომწონს. ხო ის როგორ იცვლება ხოლმე განათებებიც ტრენდებში. ჩემთვის ახლაც ძალიან მიმზიდველი და ლამაზია. რამდენიმე სათამაშო მინდა, რომ მე და მარიკომ ჩვენი ხელით დავამზადოთ. ნახოთ. რამდენიმე თუ არა ერთი მაინც. და დავკიდოთ. წინ ბევრი გეგმებია და ნახოთ როგორ იქნება. ყველაფერი კარგად იქნება, რა თქმა უნდა. ასე რომ ამასობაში განმოდებაზე, მობილურის განმოდებაზე 200 ლარიც გადავრიცხე და პირველში პლუს კიდე 100 ლარი მომაკლდება, ანუ განმოდების გადასახდელი და მივდივართ წინ. თავი ფეხზე დავდგე და ყველაფერი კარგად იქნება. დილამშვიდობის მეგობრებო, დილამშვიდობის. ისწავლის როგორია დამატენიანებელი და ცოტა ისე ვარ გადაცხელებული. დიდი ხანია არ წამისვამს მზის დამცავი. არა და ზამთარშიც საჭიროა. ხონდა. რატო დავივიწყე, არ ვიცი ხონდა. როგორც იქნა წავიშორე ის ფერი. დღეს ოდნავ უკეთ ვიგრძენი თავი და აცეტონის სუნსესი აღარ შეუწყხები ვარ, როგორც წინა დღეებში. რატომაც ვერ ვიშლიდი ამ მაგას. დღეს ცოტა უკეთ ვარ. იმ დღეებთან შედარებით არც მინდა იმ დღეების გახსენება, ცოტა უკეთ ვარ.
თუმცა ეს მშრალი ხვალა რა თქმა უნდა ძალიან ძლიერად მაქვს სისუსტე მაქვს ვერ არ მომყვება ჯერ ისე ჩემი სხეული როგორც საჭიროა ზურგიც ჯერ რა თქმა უნდა ისე მტკივა ეს ფილტვების ადგილი და ასე შემდეგ მაგრამ ბევრად უკეთ ვარ და ძალიან დიდი მადლობა ვინც მკითხულობთ რაც შეეხება გრიპის ვაქცინას აუცილებლად უნდა გავარკვიო გავკეთო იმუნიტეტის სწავლებიც მივიღო და მივხვდი რომ ჩემი მტერი არის გაციება და ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის რომ ამ კუთხით საკუთარი თავი დავიცვა და ვნახოთ ვუცხადებ აბსოლუტურ ბრძოლას ამ დამპალ ვირუსებს რომელიც ყოველ წელს მხვდება და ჩემ და სამწუხაროდ ყოველ წელს უსაშველოდ მირთულდება მანამდე ყავა დავლევთ სანამ ჭკუიდან გადავსულ ვარ წამლებზე უნდა წავიდე ოღონდ შუა დღეს ახლა დავენიდო ახლა პეოს ფასები გავიგე ავერშიც იგივეა რაც PSP-ში მარტო პეო გავარკვიო ესე იგი მე მჭირდება 5 ცალი 35-ლარში ვეტევი და პლუს 1-2 მედიკამენტი მაკლდება რამდენიმე აპი იმდენი ხალხი ახალ აფთიაქებში შეიძლება თავი გაგიტეხო შედას გებიცავთ იმდენი ხალხია სისმარში ვნახე ჩემი პატარები ბაღში რო გამომეღვიძა ჩემთან შეეუბნებოდი რომ აი ისე მენატრებიან მეთქი ისე მენატრებიან ეს კი მე ვამთავრებ ხვალ ზეგ წამლებს ნემსებს გულისხმობ რა გუშინ მარიკო იყო დაბადების დღეზე ვაიმე უზომოდ კვაყოფილი მოვიდა წერეთლის მაკდონალდში იყვნენ სალომ მითხრა ანუ იუბილარის დედამ დათის დედამ რომ ანუ ისეთი ბავშვიაო ჩამოყალიბებული და ისე იქცეოდაო რომ ხო და აქედანაც უღრმესი მადლობა იმიტომ რომ დედისთვის ძალიან დიდი ჯილდოა და კომპლიმენტია როცა გეტყვიან რომ იცი რა შენი შვილი ძალიან კარგი ბავშვია და თან ზუსტად ვიცი რომ ამას ესე ჰაერზე კი არ მეუბნებოდა და კი არ მწერდა ზუსტად ვიცი რომ ესე ფიქრობს და უღრმესი მადლობა რომ ვკითხულობდი მის მოწერილებს მეტირებოდა და იმდენად მიხაროდა და იმდენად მიხარია ზოგადად როცა ჩემს შვილს
აზეთ ასე შეამკობენ ხოლმე. არა იმიტომ რომ უბრალოდ მე ვიღაცას უყვარ ვარ და იმიტომ რომ მართლა რო ასე ფიქრობენ ადამიანები. ეს არის ჩემთვის უდიდესი ჯილდო და აქედანაც ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ძალიან გაერთო ვიდეოებს მე. ახლა და მოკლედ გავერთეო, ბევრი ვიცეკვეო. ვიდეოებით ჩამიყარა როგორც ეკოს ერთობა. არაფრით ბურგერი არ ჭამაო. თხარი რა ბურგერი ხوار ხადაო. მარიკო და ბურგერი. ხა და ფრი მიირთვა და სახლშიც დამპირდა რომ ფრის მიირთმევდა. მომიყვანეს და ჩამაბარეს და ძალიან გახარებული ვიყავი რომ არ შეაწვა არავინ და რაღაცა ისე რა მე რო არ ვიყავი მაინც თო ხელავდი მიუხედავად იმისა რომ მივგორებული ვიყავი და დამესვენა სახლში რო არ იყო ძალიან მოუსვენად ვიყავი ერთ სულ მქონდა ხალხურობის მოვიდოდ ასე რომ მარიკოს პირველი დამოუკიდებელი გასვლა იყო დაბადების დღეს. ყველაფერმა კარგი ჩაიარა. და მე გული ხელით მეჭირა. მე რო იქ არ ვიყავ. ასე რომ ჩემმა მისის მადო მომწერა რომ ფოტო დავდე სადაც მარტო წავიდა თქვან და ჯერ სათხარგვანს იზრდებიან და უკვე დამოუკიდებლად ივლიანო და მეთქი ხო იზრდებიან რა თქმა უნდა დაიწყეთ უკვე პროდუქტების მომარაგება ხალხო იმ დღეს კი ჩამოვთვალე მეთქი მწვადი თქო ტოლმა კუჭმაჭიც მიდა მეთქი თუ რაღაც ეგრევ თქვი და მგონი ბაჟე მაგრამ ხო ვინეგრეთ მაგრამ შემწარი ქათამი უეჭველი უნდა მქონდეს გვიყვარს ყველას და ნუ თევზი ყველა მისის გარეშე უნდა მქონდეს ანუ თევზი უნდა მქონდეს შემწარი თევზი ხო და მე უთხარი ჩემქმარს მაინც ისე გამოდის გონი ყველაფერს ვაკეთებთ მოთხარ ეგრე გამოდის შეიძლება ბაჟი ცალკე დავდო და ვისაც უნდა მერე მოისხა სავარაუდოდ ეგრე გავაკეთებ დროს ჩაწყობილი მერე რა ვიცი ხან არ ჭამენ ხან ის ხან დედი მოიცა დედი კვერთი წუთი მაინც გამოდის რომ ძალიან ბევრი რამე უნდა გავაკეთო ხო და რა ვიცი როდის უნდა გავაკეთო კაცმა არ იცის ჯერ ტოლმას უნდა რამდენი დრო მაგის მოთუთქვა მითუთქვებს ნუ ეხა ტოლმა წინა დღეს უნდა გავაკეთო კომპოსტო და გამზადებული მქონდეს წელს უჩვეულოდ ბევრ ტოლმას ვაკეთებ იმიტომ რომ მამა ჩემმა მითხრა ტოლმა გამიკეთე ბევრი და ტოლმა უყვარს და აი მე დედა ეხლა რატო ვიხედები დაბლა იცით ნუნებს ვიციწყნი და რატო მაკრატელი არ გაგშვილო ხო და მამასთვისაც უნდა გავაკეთო რო ავუტანო მერე მაღლა თავისთავად ჩვენცაც ხო უნდა გავაკეთო ერთად რომ უნდა დავსხდეთ მივირთვათ ზოგადად ხო უნდა იყოს ბევრი იმიტომ ტოლმა გვიყვარს ყველას ხო და ტოლმა რავი რამდენი უნდა გავაკეთო არ ვიცი მამა ჩემთვის ბევრი რამდენი აღარ მიკითხავს გული შემიყოდა ხალხმა დაიწყო უკვე თევზეულის და გაყინული თევზის და ხორცაულის მომარაგება
ასე რომ კარგი აზრია ისე სხვათა შორის ანუ საქმეს წინ წაიგდებ რა ეხლა რამდენს ნიშნავს ხორცოვდათევზეული რომ ნაყიდი გაქვს ანუ მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ეგეც რომ აი ეგ საკითხი მოგვარებული რო გაგა ხო და რავი აი კატლეტიც ყველას გვიყვარს როგორ არ გავაკეთო ნახეთ სადავედი რამდენ კერძი ავედი კატლეტს მეეჭვე მაგის ნერვი არ მგონია რომ ეყოს და დრო შეიძლება პირველში გავაკეთო აუცილებელი არ არის 31-ში იყოს პირველში 31-ში მეამდეს მაინც ვერაფერს ვერ მოვასწრებ მე რომ მოვალ სახლში 31-ში დავადგავ ტოლმას და კაკრას მოიხარშება 12-ისკენ დავსხდებით სხვადასხვა ხან ნახეთ გოგოებო რა ვიფიქრე 1-2 სალათი ხომ არ ვიყიდო წონით გამზადებული ძალიან კარგი აქვს ნატურალს ჩემთან მაღაზია ნატურალი და ძალიან გემრიელი კერძები აქვს ანუ ყველას მარილი რო აკლია და წიწაკა გასაგებია ეხლა ყველას იმაზე ვერ გათვლიან ხა რომ ლაში გიყოს მოდი და დააყარე მე ხო და ვფიქრობ რომ 1-2 სალათი ხომ არ მეყიდა რამე ეს საშუალო ზომის კონტეინერი მაგრამ რავი ხალხო რა არის ჩემს სახლში სალათები არ იჭმება აი ხო არის რომ ოჯახები სადაც სალათები ძალიან ფასობს აი ხა მაგალითად ჩემ და ქალთან სალათი ნუ აი ძალიან ღირსეულ ადგილას დგას იმიტომ რომ ხორცეული არ უყვარს და არ არის ხორცეულის ესე მოყვარული აი სალათებზე გიждდება ხა მისთვის მაგალითად პრიორიტეტი რა თქმა უნდა აი იქნება სალათები ხო და ჩვენს ოჯახში ესე სალათების დიდად გადაბჟირება არ გვაქვს და უფრო გვირჩევნია ესეთი რაღაცები ხორცეული და რაღაც მაგრამ ისიც მომწონს რაღაცა სალათები რო ალაგია და მრავალფეროვნებაა და რაცა თვალს მოსწონს შეიძლება სულ არ შევჭამო აი სიმართლე რო გითხრათ მაგრამ შუქი ხო არა ვარ თუ რაღაცა უკუნიჩში ვარ თითქოს ხო და აუ ყველგანზე მირტყოსა წავიდი აღარ ვიცი ხო და არ ვიცი გავაკეთო ან ვფიქრობ რომ თუ დამირეკეს და ვინმე მოვა სტუმარი ანუ ისეთი მე ვინც ვიცი რომ სალათები უყვარს ანუ რა მე ხო არ ვიყიდო და მანამდე ყვილად უნდა მედოს მაცივში ალბათ ეგრე გავაკეთე ვინეგრეტი ძალიან გვიყვარს ყველას ქათმის სალათიც გვიყვარს ხო და მაგურს ალბათ თუ მოვასწარი გავაკეთე არა ვინეგრეტი მაინც უნდა გავაკეთო სულ ვერ მოვასწრო ყველა ვარიანტი ისე მიყვარს ქათმის სალათიც გადაბჟირებამდე არ მიყვარს მაგრამ მე რო ვაკეთებ ხოლმე ქათმის სალათს მე ვეღარ ვჭამდიდად ანუ ვეღარ ვჭამ ხოლმე მე დამწუხაროდ და ზოგადად ხორცელს რო ვაკეთებ ხოლმე მე რაღაცა მაინც და მაინც ვეღარ ვჭამ რა ეგ მაგ პრობლემა მე იქნება რამე ძალიან კარგია რომ წერთ რომ ბევრს არაფერს არ გეკმავთ გადასარევი იდეა მინდა გითხრათ ეხლა რომ დედა საქართველოში იყოს ავდგებოდით და წავიდოდით რესტორანში 31-ში ხოლო სხვა დღეებისათვის
გვექნებოდა რაღაცა ტოლმა და 1-2 კერძი, რომელიც განსაკუთრებით გვიყვარს და გვექნებოდა ტკბილეული და მურჩა. ზუსტად ვიცი, რომ ეგეთი ახალი წელი გვექნებოდა, მაგრამ და ზოგადად ჩემი ამბობს რომ დამთავრდა. მე თავს ახარ დავიღლი დღესასწაულებს. მაგრამ ისე გამოდის თითქოს რომ დიახ, გინდა არ გინდა, მაინც თითქოს გამოგდის რო აკეთებ რა. ეგრეა. თა რა მომენტი მაგიცით. ეს ახალი წელიწადში ერთხელ არის რა და რაღაცა მომწონს ფუსფუსი ხვდებით, აი რაღაცა მსადების პროცესი, რაღაც აი მომწონს. უბრალოდ ასეთ გადაღლილზე არა. ეხლა რა დღეშიც ვარ. გაწამაწია რომ მაქვს დასვენების დღე. იმ დღეს არ ემდუხება შესაბამისად მუშაობ და აი მაგ მხრივ არ თორე ადრე ვისვენებდი ხოლმე მაგ დღეებში, რა თქმა უნდა, ის იყო რა. ეს ფუსფუსი მომწონდა, იქ რაღაცა კობა რაღაცას გამირჩევდა ხოლმე. ერთხელ მახსოვს კობა მგოზინაყი გააკეთა. ცოტა მაგარი გამოუვიდა, მაგრამ მაინც მივირთვი მოკლედ მე. მაგრამ აი ხომ მოინდომა და ძალიან უნდოდა გააკეთა, ანუ ხვდებით, აი რაღაცნაირად ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. აი პირველ წელს რო ჩამოვედით, მაშინ მახსოვს გოსინაყი რო გააკეთა. მერეც ძალიან მეხმარება ხოლმე რაღაცა რომ მინდა და ის თავისთავად ეხა ეს ჩემი ახალი წელი ხო არ არის, ზოგადად ახალი წელია და ვისაც რა შეგვიძლია ის უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ის რომ ქალი ყველაზე მეტად იღლება ყველა დღესასწაულზე, აბსოლუტურად ყველა დღესასწაულზე ხალხო ქალი არის ხა და ხა მგონია მსხვერპლი. აი ყველა დღესასწაულზე როგორ შეიძლება რომ ქალი იყოს გადაღლილი ისეთი რომ აი სტუმრები რომ მოდიან ხოლმე და შენ რო ცალი თვალი და ხუჭული გაქვს უკვე და ქმაი რო გაიძულებს რომ გაახილო, იმიტომ რომ სირცხულია სტუმრები მოვიდნენ, ანუ ეგეთი დაღლილი რო ხარ რა და ეგ არის რა, აი უნდა გქონდეს იმდენი შესაძლებლობა რომ მართლა ყველაფერი იყიდო და დაყარო. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეგ ნაყიდი ტოლმა და ისინი მე ზუღარ მინდა. რა გემაგათ აკეხოწე. მაგრამ ანუ ზოგადად ხო ხვდები აწახო და სხვაგან აღნიშნავ კაცო. რესტორანი იქნება თუ რაღაც. მაგრამ ეხლა რო გითხრათ, რომ არ მაქვს იმის საშუალება, რომ ავდგე და რესტორანში წავიდე, ჩემი ოჯახი და იქ შევხვდე ახალ წელს, მოგატყუებთ. მაგრამ აი როდის ხა უნდა მოვასწრო? აი ხა მარტო მე კობა და ბავშვი ესე რაღაცნაირად მარიკო უნდა დაიღალოს, ძალიან მალე ამიწუწუნდეს, წამოსვლა მოუნდა, ანუ ვერ უნდა გაერთოს ბავშვი ხა რა და ძალიან მალე უნდა მოიდომოს წამოსვლა და რისთვის უნდა წავიდე ხა იქ თუ არ შევხვდი ხო ახალ წელს და ის მამა ჩემი კიდე არ წამოვა 98%-ით არ წამოვა და სახლში მოიდომა შეხვედრას და ესე რა. თორემ რატო არა რომ ესეც მუშაობ გადადებ და წახვალ ადამიანი, მაგრამ აი ხა მამა თუ არ წამოვა და ის მე რა ხა მარტო ხوار დავტოვებ და ისედაც ბავშვის გამო ვერ ეხლა ვიტყვით ხოლმე რომ ავდგე და სხვასთან წავიდეთ, ის სხვაც ხო მაგარი დაღლილია და ისიც სხვაზე ფიქრობს. მაგრამ არის ხოლმე ზოგი რომ რაღაცა შეთანხმებთ, რომ მოდი წელს აი აქ შევიკრიბოთ. და ყველა იღებს მონაწილეობას ამაში, ანუ რაღაცა ზოგს პირობითად ტოლმა მიაქვს, ზოგს ლათები მიაქვს და ერთად იკრიბებიან. აი ეგითიაც მე ძალიან მომწონს. ეგეც მომწონს როგორ არა.
თქვენ სად მიდიხართ? სახლში ხვდებით ალბათ უმრავლესობა. ეს სახლში შეხვედრის ტრადიცია სიმართლე გითხრათ მე ძალიან მომწონს და მე სადაც კიდე წადირე. ხა თუ სადღაც ხვდები, ხა მაგისთვის ვერ გამოიქცევი რო არ იქა სახლში ჭექა მივაჭახო და გამომიქცე. ну ძირითადად უმრავლესობა მაინც ასე აკეთებს. სახლში ხვდებიან და მერე მიდიან. აი სიამოვნებით სადმე კოტეჯში ანუ არავისთან სახლში ხვდებით რომ აი არ დაღალოა და მე დასალაგებელი არ გაუხადო და აღარ ჩენი ახალი წელი ხვდა და არაფერი. იქი რაო სადმე კოტეჯი რამე წახვიდეთ. შენი სამეგობრო იქნება თუ საათესავ თუ რა ვისაც ენდომება მოკლედ. და აღნიშნო ეგ დღე ისე როგორც შენ გინდა ძალიან კარგი იდეა. სხვათა შორის რამდენჯერაც რამე დავგეგმეთ არ გამოვიდა. თქო არ ვიცი. არ გამოვიდა. ალბათ უფრო იმიტომ რომ უმრავლესობას პატარა ბავშვები ყავს და აი ეს მომენტიც არის. ეგ არის რა. და ყველას მაინც დამტოვებლის პრობლემა აქვს. და ახალწელს ვის უნდა დაუტოვო ეხლა ხვაზე ხარ. შანსი არ არის. ხო და პრობლემა კი არ არის წაიყვან უკვე ხა დიდები არიან და გაიზარდნენ ჩემი მეგობრის შვილებიც, მაგრამ აქამდე რაღაც ვერც ერთი იდეა ვერ განხორციელდა. რაღაცები რაც დაიგეგმა. ძალიან მინდა მაგალითად ზაფხულში ყველა ერთად წავიდეთ სადმე. მაგრამ ვერ გამოვიდა ეს წინა წელს. იქნება ახლა გამოვიდეს. ნახოთ.